მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ვაზაგაშვილის საქმეზე საუბარს. ჩვენ ორი სტუმარი ვიყოლება. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება სოზარ სუბარი, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენს კითხვებს უპასუხებს ზაქარია კუცნაშვილი. მოგესალმებით, სტუმარს გამარჯვება, სოზარ. მოგესალმებით და მოგესალმებით მას მსმენელებს და მაყურებლებს. დიდი მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის. თქვენი შეხედულება მაინტერესებს პირველ რიგში, რამდენად უკავშირდება ეს ორი მკვლელობა ერთმანეთს შვილის და მამის საქმე. პირველ რიგში, მართლა ძალიან გული მტკივა და ძალიან მეცუდება, ძალიან მენანება ის ადამიანი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში იყო თანამებრძოლი და მეგობარი და ეხლა ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს ხან სამინისტროში, ხან მასთან ჯაზუში. ბოლოს 31 დეკემბერს შემთხვევით გადავიყარეთ, როცა მე შვილებისთვის და შვილებისთვის რაღაცა საჩუქრებს ვეძებდით, ასე ვთქვათ. და გავჩერდით და შუა მაღაზიაში მგონი ვაჭრობა შევაჩერეთ, ერთმანეთს დიდხანს ველაპარაკებოდით იმ საქმეებზე, რომელიც მისი შვილის საქმეს ეხებოდა და გირგვლიანის მკვლელობის ამბავზე ვლაპარაკობდით ძალიან დიდხანს იმ გახსნაზე და რაზეც მოყვა. რამდენად შეიძლება უკავშირდებოდა ერთმანეთს, ხადა ეხლა თეორიებს ვერ გავცდებით ამ ეტაპზე, მაგრამ მე პირად ჩემი რწმენა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები არიან ისინი, ვინც სავარაუდოდ ეს ჩაიდინა და ვინც თავის დროზე ჩაიდინა ვაზაგაშვილის მკვლელობა. ერთი რამე მინდა ვთქვა ამ კონტექსტში, რომ იგივე გირგვლიანის საზარელი მკვლელობა და არაადამიანური მკვლელობა იყო გამოვლინება არაადამიანურობის, იყო გამოვლინება იმ დაურჩელობის სინდრომის, მაგრამ ეს არ იყო დაგეგმილი ტერაქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ისევე როგორც ფუტარობაქიძის მკვლელობა და მე არ დასჯა დამნაშავების იყო საზარელი დანაშაული, მაგრამ ესეც არ იყო დაგეგმილი მკვლელობა. აი ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა ქალაქის ცენტრში განხორციელებული ტერაქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ტერაქტად აფასებთ ამას? მე ამბობ მაშინდელ ამბავს. ამ ამბავს აფასებთ? ამ ამბავს, არ ვიცი, გასარდნელია თქმა, მე ტერაქტის ყველა ნიშანს თითქოს ატარებს ერთი შეხედვით. და ზოგადად საქმე არის აღძრული, ძალიან მძიმე, გამოძება დაწყებული, ძალიან მძიმე და მკაცრი მუხლით განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. ახლა რა არის ტერაქტი? ხო, ტერაქტი არის რაღაც ქმედებები, რომელიც არის მოქალაქეების საზოგადოების დაშინებისკენ მიმართული ქმედება. შეიძლება იყოს აფეთქებაც, მკვლელობაც, შეიძლება იყოს რაღაცა ბუქარებიც, ვთქვათ, ხო? და რაღაც გაგებით ეს თუ ის იქ იმ წყაროდან მოდის, რომელზეც ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, შეიძლება ტერაქტადაც შეფასდეთ, თუმცა ცხადია გამოძიება ამ ეტაპზე, სანამ რაიმე სამხილი არ არის, ვერ დაიწყება ამ მოხდით. რამდენად გაქვთ იმედი, რომ მოხდება ამ საქმის გამოძიება? მარტივი საქმე არ არის. მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ეხლა ძნელია თქმა, მე იმედი მაქვს მაინც, რომ შეძლებს გამოძიება, თუმცა ეხლა ესე ვთქვათ, რომ აუ, ეხლა გაძლევთ ხშირად გვესმის ერთ კვირას გაძლევთ და ორ კვირას და სამ. აი პრემიერას მოუწოდა რომ სასწრაფოდ გამოიძიეთ და. კი, რა თქმა უნდა, სასურველია, მაგრამ და იმედიც მაქვს, მაგრამ ისევ და ისევ მოდი ესე ვთქვათ რა. არის საქმეები, როცა თუ ახლა მართლა პროფესიონალების გაკეთებულია, შესაბამისად მათ იმის საშუალებაც ექნებოდათ, რომ მაქსიმალურად შეენიღბათ, თუმცა როგორც ესე ასეთ დროს შეცდომების დაშვებაც ხდება და შეიძლება აი ამ შეცდომებმა გაგვიყვანოს კვალზე. ისიც ნათელია, რომ შემთხვევის ადგილზე პირველი სამართალდამცავები ვერ მივიდოდნენ, მივიდა მეზობელი მოსახლეობა, იქაც თქვათ რაღაც გარკვეული დეტკიცებები შეიძლება და გამქრალიყო ამ პირველ წუთებში. უშუალოდ საქმეზე ვისაუბროთ, თქვენი მოწვევის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ როცა სახალხო დამცველი იყავით, თქვენ შეისწავლეთ ვაზაგაშვილის საქმე, გქონდა თქვენი დასკვნა. მაინტერესებს რა სიტყვით ამ საქმეზე, რატო გაჭიანურდა ასე მეტყვით თუ თქვენ შესწავლილი გქონდათ, ყველა შესწავლილი გქონდათ და თითქმის საქმეს ამბობდნენ, რომ პოლიტიკურნება იყო მხოლოდ საჭირო. 2 წელიწად ნახევარი გავიდა და ეს საქმე გამოძიებული არ არის. 107 გვერდიანი თუ 106 გვერდიანი დასკვნა დავდევით მაშინ. და პრაქტიკულად ამით მოვახდინეთ შემოbrunება ამ საქმეში. თითქმის 1 წელი დამჭირდა ბრძოლა, სანამ მივაღწია იმას, რომ მიგვეღო ექსპერტიზის ნებართვა, ბოლოს აი გადავედით ტერორზე, ვთქვათ, მუქარაზე. ველოდნებოდი რა პირდაპირ მოვალ ექსპერტებთან ერთად და აბა ერთი გამაჩერეთ და არ შემიშვათ. არა, სადაც მანქანა იყო, არ წავალ იქიდან თქო და საბოლოოდ გამოიკვეთა ძალიან საინტერესო რამე, გამოიკვეთა
რამდენიმე დეტალს ვიტყვი უბრალოდ. წინასახარე მინაზე 3 გამომავალი ტყვია. ეს სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეს ადამიანები ისროდნენ. ჩვენი უკანასახარე მინაზე. წინა. იმიტომ რომ გამოძიება ამბობდა უკანასახარე მინიდან. გეტყვით იმაზეც აღმოჩნდა ჩვენი ექსპერტიზის შედეგად, რომ ეს იყო შემავალი ტყვეები და არც ერთი გამავალი ტყვია არ ყოფილა მანქანას არც ერთ მხარეს. რაც შეეხება უკანასახარე მინას, უკანასახარე მინის ზედა მარჯვენა კუთხე იყო ჩატეხილი. და ასევე ექსპერტიზის მიხედვით თითქოს ეს ჩატყდა, იმიტომ რომ იქ იყო ასევე გამომავალი ტყვეები. მაგრამ ჩვენ სურათების დათვალიერების დროს აღმოვაჩინეთ სურათები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ეს შუშა საერთოდ არ იყო ჩატეხილი იმ შეჯახების მომენტში და მე თქვა, როცა სურათებს იღებდნენ და იქ არ იყო არც ერთი ტყვია, არც შემავალი, არც გამომავალი. ბუნებრივია ჩვენ შემავალს და გამომავალს სურათზე მაინც ვერ მივხვდებოდით, მაგრამ საერთოდ რო არ იყო ტყვია, ამის მიუხედავად იყო ძალიან ადვილი. ხო, ეს მეორე უტყუარი მანიშნებელი იმისა, რომ საქმე იყო გაყალბებული და ექსპერტიზა იყო გაყალბებული და გამოძიება შეგნებულად მიდიოდა არასწორი მიმართულებით. და მესამე ასევე ძალიან საინტერესო რამ, როცა ამ თემაზე მე საუბარი მქონდა მანამდე ვთქვათ, მაშინდელ მთავარ თუ გენერალური პროკურორი ერქვა ჯერ კიდევ ზურაბადეიშვილს, ის ამბობდა, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები თითების ანაბეჭდი იარაღზე, რომ აღებულია ანაწმენდები ხელიდან და ამ ანაწმენდზე უტყუარად დასტურდება დენთის კვალი, რაც არის უტყუარი ნიშანი, რომ ეს ბიჭები ისროდნენ და აბა ეგეთ დროს პოლიციას რა უნდა ეკნაო. ჩვენ გამოვიკულიეთ საზურგეები მანქანის და საზურგეზე არ აღმოჩნდა დენთის კვალი. ანუ შეიძლება და ანაბეჭდი გაეყალბებინათ, ეხლა რა უნდა ბამბას დენთიან ბამბას წაუსმენ ხალხზე, ვითომ ანაბეჭდი ამოვიდა იქიდან, მე უკვე მიიხსნება და უკვე აღარ მტკიცებულებაც აღარ რჩება, მაგრამ მანქანას საზურგეზე რო აღარ იყო დენთის კვალი, ეს იყო უტყუარი მტკიცებულება იმისი, რომ იქიდან სროლა, იმ მანქანაში სროლა არ ყოფილა და თვითონაც როგორც ჩანს მე თქვა ეს გამორჩათ, რომ რაღაცა ხელოვნურად გააკეთებიათ იქ რაღაც შინით ეს სროლად რო საზურგეზე აუცილებლად უნდა დარჩენილიყო. უნდა დარჩენილიყო აუცილებლად როგორც ექსპერტები ამბობენ. ეს 3 ისეთი მტკიცებულება იყო, რომელიც ეს სხვა დეტალებს რო თავი დავანებოთ, რომელიც აშკარად აჩვენებდა, რომ გამოძიება შეგნებულად მიდიოდა გაყალბების გზით. ეხლა რატომ გაჭიანურდა ამდენი ხანი, მეცხადე არ გამოვდგები ხა ეგ გამოძიების დეტალებში არ ვარ ჩართული და რაღაც დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ შესაბამისად, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში არის ძალა, რომელსაც რამდენიმე წელი აქვს საქმის გაყალბებისთვის, ცხადია, რომ არ იქნება ადვილი ყველა დეტალის აღდგენა, ყველა ნიუანსის აღდგენა. იგივე მე და იური ვაზაგაშვილი აი 31 დეკემბერში ვხვდით, რომ ამბობდით, ზუსტად ამას ვეუბნებოდი, რომ აი გირგვლიანი საქმეს ხო ესე გაჭიანურდა, მაგრამ სანამდე მივიდა გამოძიება პირველ პირებს წარედგინათ ბრალი ბოლო-ბოლო, ხო? მართლა შემკვეთები. თუმცა გამოძიებამ თქვა, რომ ოქროყანის ეპიზოდი ჯერ კიდევ გამოუძიებელია. იქ რა მოხდა? შემდეგ როგორ გაყალბდა ეს გამოიძიეს, მაგრამ ოქროყანის ეპიზოდში, იმიტომ რომ იქ უფრო ნაკლები მოწმეები არიან და მათი ჩვენებები არის საჭირო, მაგრამ ეგ არის გამოძიება, ხა ყოველთვის ყველაფერი ბოლომდე შეიძლება ვერ იქნეს გამოძიებული, მაგრამ ის რომ მუშაობენ, არის ფაქტი და მე იმედი მაქვს, რომ როგორც ის ზურაბ ვაზაგაშვილის კლუბის, ისე იური ვაზაგაშვილის კლუბის საქმეც მალე იქნება გამოძიებული, ხა რატო ამბობ ესე პირდაპირ, ხა არ მითხრა მე რომ ყველობას რატო უწოდებ, ხო, მე მგონი ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში მართლა აფეთქებას აქვს ადგილი, ეს არის გამოძიების წინასწარი ვერსია და გამოძიებაც მიდის განზრახ მკვლელობის მუხლით შესაბამისად, სრული უფლება გვაქვს ვილაპარაკოთ ამ განზრახ მკვლელობაზე და არა თქვათ რაღაცა შემთხვევით აფეთქებაზე, შემთხვევით აფეთქებების საფლავებზე არ ხდება. კეპტა, თქვენ თქვით, რომ შეესაუბრეთ ბატონი ურის, ბევრი განცხადება გაკეთდა, რომ ის ელოდა უკვე გამოძიების დასრულებას, რა მოწმეებზე საუბრობდა ამ თემაზე თუ იყო თქვენთან საუბარი. ესე დეტალებზე იქ არ გვილაპარაკია რა, იქ ხა თვითონ ძალიან ხშირად, როგორც წესი მას ყოველთვის ჰქონდა ერთი რამ, რომ ვარებს ასახელებდა, რომლებიც აი ეს ადამიანი რატომ უნდა იყოს თანამდებობაზე და ამ თემაზეც ჩვენ მქონდა ლაპარაკი, როდესაც მე საჭიროების ასულების მინისტრი ვიყავი, რამდენიმე გვართან დაკავშირებით და სხვათა შორის დეტალურად გავდიოდით, ხა გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი თანამდებობის პირი, თუმცა ამის მერე ის მაინც წავიდა ჩემგან, თქვა რომ მე მესმის შენი და იურის დამოკიდებულება და ჩემი ყოფნა შენ აქ უხერხულობას გიქმნის და თვითონ წავიდა, თუმცა მე მას ალბათ ვერ გავუშვებდი, იმიტომ რომ ვითარება იყო ესეთი იური ვაზაგაშვილი ამბობდა, რომ ეს ადამიანი მონაწილეობდა მკვლელობაში, ეს ადამიანი დეტალ საქმის მასალებით აჩვენებდა, რომ
ის იმ კონკრეტულ ოპერაციაში მართლა მონაწილეობდა, ოღონდ არ ყოფილა მკვლელობის ადგილას, მას დაავალეს, რომ შენ ჩასაფრება უნდა მოაწყვეტ სადღაც სამგორთან იყო რაღაცა ადამიანების ჯგუფთან ერთად, როდესაც აქ ეს სროლები მოხდა, ასე რომ დანაშაულობის პრესუმპციის დარღვევაც იქნებოდა მე იმ ადამიანისთვის რამე ბრალი დამედო, მაგრამ რადგანაც მან იცოდა ჩემი და იურისტ დამოკიდებულება და ახლა იურისტს ხშირად სხვასთან დაკავშირებით რაღაცას რო ეთქოდა ჩემთან დაკავშირებით ან არ ამბობდა ან მოდიოდა ჯერ მე მეუბნებოდა რომ აი ეს არის და მე ამაზე ხო იცი რომ არ გავჩუმდები მეცოვნები ახლა ვინ რაც ეთქვა თუნდაც სხვა უწყებთან დაკავშირებით ის ამბობდა რომ დააწინაურეს ეს კვლელები ასეთი პოლიტიკა რატო აქვს ხელი ბევრი საყუდური გვესმის ჩვენ არა მარტო ვაზაგაშვილის საქმე შეიძლება ეს საყუდურები იყოს გამართლებული გარკვეულ შემთხვევაში მაგრამ ისე აი იქიდან რომ ამოვიდა მე წეღარაც შემთხვევა ახსენა ხო ყოველთვის შეიძლება ასე არ იყოს რა ადამიანი რომელიც რაღაც დავალებას ასრულებდა და იმ დავალების შესრულების მომენტში დავალებაზე კი იყო სული მაგრამ იყო 3 კილომეტრი მოშორებით ამ გადაგიძე ხო არ ვიცი ამ კონკრეტულ საქმეში შეიძლება ხო კი ბატონო და სხვა ანუ ის ამბობდა რომ დაწინაურებული არიან ადამიანები და ასევე სხვა საქმეებზეც არის ეს პრეტენზიები ხო პროკურატურაში და ბოლოს იგორ ვაზაგაშვილმა საერთოდ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ჭიკაიძე მფარველობს ამ ხალხს ანუ აქამდე მივიდა საქმე ხო ისევ და ისევ ყოველთვის უნდა ამოვიდეს ძალიან კონკრეტული გვარდან და კონკრეტული ადამიანი რა როლს ასრულებდა ამ თუ იმ საქმეში ხა ის რომ ზოგიერთი გამოძიებელი ზოგიერთი თანამდებობის პირი წემდე რჩება ადგილზე არის ფაქტი და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს მე პირადადაც მიქმნის გარკვეულ დისკომფორტს. როგორც ადამიანს რომელიც ჯერ როგორც ახალ დამცველი ვამხელდი იმას რაც ხდებოდა და მეორე როგორც ხო და რატო აღმოჩნდა თქვათ თუნდაც ასეთი ადამიანების გათავისუფლება პრობლემა სამსახურიდან. ნუ გამოძიება მე შემდეგ ჩატარდებოდა თქვათ და დამნაშავე არიან თუ არა ეს დადგინდებოდა მაგრამ კეც არის ახლა როცა გამოძიება ჭიანურდება ხა ნუ ზოგჯერ ადამიანის სამართლოდ არ უნდა დაიჩაგროს და გამოძიება რა არის თქოს და ზოგჯერ შეიძლება რა სხვა ფაქტორებიც ხო მაგალითად ზაზა ხატიაშვილი პირდაპირ ეთერში ყვება ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეს ასახელებს წამების საქმე რომელიც მან სტრასბურგში მოიგო და ასახელებს გვარს სახელს ეხლა სამწუხაროდ აღარ მახსოვს ის კონკრეტულ ადამიანის საქმე რომელიც მოიგო წამების საქმე იატაკიდან კოკაკოლას ალოკინებდნენ პატიმარს ის ადამიანი არის დაწინაურებული ამბობს სამხელისუფლების პირობებში პოლიციელი რომელსაც სტრასბურგს აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება ხო იგივე შემთხვევაში მეც მიმაჩნია რომ გადაწყვეტილებები უნდა იყოს გაცილებით მკაცრი. კი ბატონო. კიდევ ერთი მაყურებელი მოგусმინოთ მას გამარჯობა. გამარჯობა ბატონო მერა. გამარჯობა ბატონო სუზა. ბატონო სუზა თქვენ როგორ ფიქრობთ თუ არსებობს აი ჟურნალისტიკის სფეროში წამებული ნაზი სამანაურის პრემია რატომ არ უნდა არსებობდეს კიდეც აი ამ სიტუაციებიდან გამომდინარე ქარბატონო ირინა ელოქიძე ბატონი ზურაბ ბარაზაშვილი აი სამართლიანობისათვის დაღუპულების რაღაც პრემია ეს სახელმწიფო ხომ უნდა დაამწესოს რომ ცუდ პროკურორებს, ცუდ გამომძიებლებს, ცუდ სამინისტროებს შეეშინდეთ აი მისთანა რა ქვია უყურადღებო საქმეების ეს იმიტირება, იმიტომ რომ ეხლა კვლელს დაიქირავებ შიგნით თუ საფრთხენა ჩამოიყვან, მაგას ნაკლები შევავს, მაგრამ ინიციატორი ხო ხელისუფლების წარმომადგენლები რომლებიც ჩარჩნენ დღესდღეობით ოცნებაში, არა? გასაგებია, კარგით, მარუც. ნაზი შამანაურის პრემია სამ შემთხვევაში არ არის სახელმწიფო პრემია დაწესებულია კერძო ორგანიზაციის მიერ ხარა. მე მინდა აი ამ თემაზე გკითხოთ, ბევრი საუბრობს, რომ გაჩნდა სულ უფრო მეტად ჩდება ამ ხელისუფლების პირობებში დაუცველობის განცდა. აქ ეთერში საუბრობდა ნანა კაკაბაძე, რომ იამეტრებელს მაგალითად შეეშინა და თქვა, რომ მე ვარ შემდეგი. თუ რა ხდება? ანუ ბევრი ადამიანს გაუჩნდა თქვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი განცდა. მოდი რა, აი ეხლა უტრირება არის, ხა როცა ესეთი ძალიან დიდი ტკივილია შეიძლება უცებ რაღაცა ისე თქვა, მაგრამ არ არის ეგ მართალი ხა. ჩვენ რო ვთქვათ ეგ მაშინ დანაშაული არ ხდება, ვთქვათ იგივე რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში, ხო, ჟურნალის რედაქციაში მოხდა ტერაქტი, რატო ვერ აიცილა ახლა რო ვთქვათ, რომ საფრანგეთის ხელისუფლება მან შორს რო წავიდეთ და 2001 წლის ამბავი გავიხსენოთ, როდესაც ამერიკის სიმბოლო ტყუპები აგე პირდაპირ ეთერში ააფეთქეს ისლამის ტერორისტებმა და მსოფლიოს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დაცულ შენობას პენტაგონს დაეჯახა თვითმფრინავი, ხო? ეხლა იმის თქმა რომ და მაშინ ეხლა გაჩნდა დაუცველობის ეხლა გაჩნდა დაუცველობის ხო და ეხლა გაჩნდა დაუცველობის განცდა და ნანა კაკაბაძე დაცულად გრძნობდა თავს იმ პერიოდში, როდესაც სპეცრაზმი
ვაზურა ვაზაგაშვილს ცხილავდა მოედანზე ან იტაცებდნენ ადამიანს და ახავდათ. არა, მაგაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია რომ ის ადამიანები, ვინც იბრძოდნენ სამართლიანობისთვის, მათ გაუჩნდათ, რომ ეს ადამიანები, ვისაც იბრძოდნენ სააკაშვილის პერიოდში, შეიძლება ეხლა მათზე შური იძიონ, ამაზე არის საუბარი. ხო, ეხლა როცა ასეთი ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა, ასეთი თქმის უფლება ადამიანს აქვს, მაგრამ ეხლა ერთეული ფაქტის განზოგადება არ უნდა მოვახდინოთ, მე კი ზოგადად ჩემი პოზიციაც ესეთია და ვეთანხმები იმას, რომ ცოტა მეტი მკაცრი უნდა ყოფილიყავით ამ არამზადების და არაკაცების მიმართ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე სასამართლოზე ბუნებრივია, რომ ვერ წახვალ. ცოტა სიმკაცრეში რას გულისხმობთ? თუნდაც იგივე თანამდებობებზე ადამიანები, რომელთაც არ თუ კარგი წარსული აქვს, არ უნდა იყვნენ თანამდებობებზე. კი ბატონო, გასაგებია, მომავალში შეიცვლება ეს პოლიტიკა ხელისუფლების, როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიცვალოს. ეხლა მე შემთხვევაში ვფიქრობს ისე ვამბობ, თითქოს რაღაც გარედან ვუყურებდე და ხელისუფლების წევრი ვარ, წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ეგრე ადვილი არ არის ხა ერთმა ადამიანმა თქვა, თუ რა პოლიტიკა გატარდება ხოლ და ეხლა მე თვითონაც მქონდა ამაზე ძალიან ბევრი ჭიდაობა, თუნდაც იგივე ჩემს უწყებაში და არაერთი კამათი მქონია გარკვეულ ადამიანებთან დაკავშირებით, ასე რომ ცხოვრება ეს ჭიდილია რა, ხან გარკვეულ წინ მიდიხარ. ანუ ყველა ერთ აზრზე არ არის მთავრობაში, ამაზე საუბრობ. ყველა ერთ აზრზე არ არის, შეიძლება არა, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე ადამიანზე ყველას ერთი აზრი არ აქვს, ან სხვა გამოცდილება აქვს, სხვა გამოცდილება ხა არ ვიტყვი ხელისუფლებაში, მაგრამ ხა იგივე თვითმმართველობებში ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც თქვათ გუშინ სახელმწიფო სამსახურში იყვნენ, დღესაც სახელმწიფო სამსახურში არიან, ან იგივე რაღაც გარკვეულ უწყებებში ხა მათი პოზიცია განსხვავებული იქნება. ბატონო, მე მინდა ისე ზურაბ ვაზაგაშვილის თემას რო დაუბრუნდე, იქ რამდენიმე კითხვა იყო, ერთ-ერთი კითხვა მაინც რაში დაჭირდა მაშინ ხელისუფლებას, თქვათ ამ ადამიანების დახოცვა. თქვენ გამოძიების პირობებში რა გამოიკვეთა? თუ თქვენ ამბობთ, რომ იქ იყო თქვათ რაღაც მიზანმიმართული. არა, ძალიან ძნელია ამ შემთხვევაში ლაპარაკი მიზეზზე, თუ ის ადამიანები თვითონ არ აღიარებენ, ხო? იქ იყო ლაპარაკი ზურაც ხშირად ისა იურიც ხშირად ამბობდა ხოლმე რამდენიმე კონკრეტული ადამიანის პირად დაინტერესებამდე მაღალ ჩინოსნის და ეხლა ეგ სპეცოპერაციას თუ პირადი დაინტერესებით გეგმავენ ვიღაცას აქვს ამ შესაძლებლობა, ეს კიდე უარესია, მაგრამ ზოგადად პოლიტიკა იყო ისეთი, რომ საზოგადოების დაშინებისთვის ასეთი სპეცოპერაციები სჭირდებოდათ. და ზურაბ ვაზაგაშვილის კვლევა იყო ის ბოლო წვეთი, რომლის შემდეგაც იმხელა იყო საზოგადოების პროტესტი, რომ პრაქტიკულად შეწყდა ეს პრაქტიკა თითოეულ გამონაკლისის გარდა. თორემ მანამდე ისევ და ისევ კარგი ზეგანთქვით, რომ ესეთი თავნებობის გამოვლინება იყო და არ იყო დაგეგმილი თქვა არც ფუტარობაქიძის კვლევა, არც გირგვლიანის კვლევა, მაგრამ თქვათ სამი ბიჭი, რომლებიც ჩაცხრილეს სამგორთან და საქმე გამოძიებულია რატომღაც საზოგადოებას ნავთლუღის ბაზართან სამგორის მეტროსთან. ესეც აი ამ პოლიტიკის გამოვლინება იყო. სამი ახალგაზრდა, რომლებიც ჩაცხრილეს გეგუთში, ქუთაისთან ახლოს სამარშრუტკო ავტომობილში, ეგეც ამ თავნებობის ამ პოლიტიკის გამოხატულება იყო. ეს იყო ჩვეულებრივი ტაქტიკა. ან მახსოვს ერთი შემთხვევა მე და გოგა ხაინდრავა ვიყავით ჩასული სხვათა შორის ცხინვალის რეგიონში და შევხვდით ადამიანებს, რომლებიც ოსებს, რომლებიც ასე არაფრის გულისთვის დაიჭირეს და 48 კაცი სასტიკად სცემეს გორის პოლიციაში და ამბის მერე შეხვედრა მქონდა ზურაბ ადეიშვილთან და ვეკითხე, აი რატო გააკეთეთ რა, კაცი ყოფილი პოლიციელი, ოსი, ეროვნების, ცხინვალელი, ჩვენი მოქალაქე. მეც იმ პერიოდში ხნიერი კაცი იყო და ტაქსში დაიჯდა და ტაქსისტობდა და მეუბნებოდა, რომ გორში კი არა და თბილისში კი არა, ბათუმში ჩავდიოდი, ფოთში დავდიოდი, ფულს ვაკეთებდიო, რა ჩვეულებრივად მიყვარს საქაურობა, საქართველოს მკვიდრად ვკლიდი თავსო და რა გინდოდათ გამოხედვა, აღარ მინდა თქვენსკენ რატომ ცემესო თავი გახეთქილი სურათების მაგ გადაღებული და ჩვენი უნდა ეშინოდეთო. აი ეს იყო ადეიშვილის პასუხი. და ეს მე პარლამენტში ვთქვი სხვათა შორის და აი ჩვენი უნდა ეშინოდეთ, აი ეს პოლიტიკა ქონდა იმ ხელისუფლებას და ამას ატარებდა ყველგან და ამის გამოვლინება მგონია მე ისიც რაც მოხდა ზურაბ ვაზაგაშვილთან დაკავშირებით კორტების სპეცოპერაცია. და ისევ ვიმეორებ, აი იმ დღის მერე შეწყდა ესეთი ღია კვლევებები, ტერორი არ შეწყვეტილა, მაგრამ ესეთ ღია კვლევებს მაინც ერიდებოდნენ იმდენად მძიმე იყო საზოგადოების გამოხმაურება და იგივე
ვაზაგაშვილმა და ხუბულოვმა თავისი გდილით მე მგონი არაერთი ადამიანის გადაარჩინეს სიკვდილს, იმიტომ რომ იმდენად კაფიო იყო ეს უკანონობა ამ საქმის და არა ადამიანურობა, რომ იძულებული გახდა სააკაშვილი ერთგვარად უარია თქვა ამ პრაქტიკაზე. ხო, თქვენ თქვით, ბევრი საქმე, რაღაც თქვენ აპლობის საქმე გამოძიებულია, მაგრამ აფასიძების საქმე მახსენდება, ასევე სადაც თქვა სააკაშვილის პირდაპირ განცხადება არსებობს, რომ მე გავეცი მათი განადგურების ბრძანება, მაგრამ ამ საქმეზე თქვა წინსვლა არ აქვს. სააკაშვილს ერთი უკვე წარედგინა პირველ სადღაც 10-მდე ბრალი და ეს ყველაფერს დრო სჭირდება ხა. მეორე მხრივ მთელი საერთაშორისო საზოგადოება იმას მოგვიწოდებს, რომ რა არის ამდენი საქმე, რაღაც დევნას ხო არ აქვს და ჩვენ მაინც ვიცით, რომ ეს დევნა კი არ არის, ეს არის რეალური კონკრეტული საქმეები, რომლებიც გამოც რა ვიცი, ჰააგის ტრიბუნალს გადასცემდნენ ეს რომელიმე ისეთი ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილიყო. კი ბატონო, ერთი მაყურებელი გვეუბნება, მოусმინოთ მასაც, გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ. ბატონო სოზარ, გამარჯობა. ცოტა ხმამაღლა აუწიეთ სტუდიაში თუ შეიძლება. დიახ, გისმენთ. ისმის? დიახ. გამარჯობა, მივესალმებ მსმენელებს. ბატონო სოზარ, მე მაქვს აი ესეთი კითხვა. ეხლა ემთხვევა სხვათა შორის თქვენი გუნდის და ნაციონალური მოძრაობის აი იმ კრიმინალური ხროვის რიტორიკა აი ამ ფაქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გუშინ გააკეთა რურუამ განცხადება, რომ ეს კვალი მიდის რუსეთისკენ, დღეს ზუსტად იგივე განცხადება გააკეთა ბატონმა სესიაშვილმა, ფაქტიურად მე დამჭა შტაბ-ეტილება, თქვენ ამის გამომძიებლები არ ახართ, მაგრამ მე სხვა კითხვა მაინტერესებს. აი ესეთი ფაქტი რო არ მომხდარიყო, რატომ არ გაასაჯაროვეთ ის 26,000 ფაილი, სადაც მონაწილეობდნენ ის კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და რომელიც თქვენ ანახეთ როგორც ჟურნალისტებს, ისე საელჩოებს და აქედან ხო აი ის ადამიანებს ხო მოაცილებდით იმ კვლელებს, იმ სადისტებს, რომლებიც და დაიწყებოდა ჯაჭვური რეაქცია. ფაქტიურად ბევრი დატოვებდა თავისინებით იმ პოსტს, რომლებიც დღეს მოკალათებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალოვან სტრუქტურებში. კი ბატონო, გასაგებია. რატო არ აკეთებთ ამას დღეს? რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი ის ხო არ არის, რომ თქვენი გასაგებია. არანაირი სულყვალზე ხელისუფლება არ საუბრობს და ახლა სესიაშვილის ნათქვამი მე არ მომისმენია, შეიძლება რაღაცა ეგეთი ვერსია თქვა. რა იყო ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული ადამიანი, რადგან სოფელი არის ოკუპირებული ტერიტორია. ანუ ყველანი გადასული იყო ოკუპირებული ტერიტორიაზე. ეს დღეები ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ახლა ეს პირდაპირ ხელის დადებაც უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა იქნებოდა, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვებია, რომ ეს იგივე ადამიანები არიან, ვინც სესიაშვილი ვარაუდობს, რომ ვაზგაშვილის კვლევის საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა. იქიდან შეიძლება ბევრი ვინმე გადმოვიდეს, მათ შორის ჩვენებიც. და ხო იმას ვამბობ, რომ ეგ ესე პირდაპირ ხელს ვერ დაადებ, მაგრამ სულ გვაქვს ეჭვები და ამას მომაღლა გამოვხატავთ, რომ ეჭვი გვაქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც ემუქრებოდნენ ეს ბოლო პერიოდი ღიად ეთერებიდან პირდაპირ ვაზაგაშვილს და რომლებმაც თავის დროზე ის საშინელი მკვლელობა ჩაიდინეს რუსთავაზე. რაც შეეხება მეორე კითხვა, მეორე კითხვა იყო, რატო არ აჩვენებთ ის 26,000 ფაილი? მან არის ადამიანი უდანაშაულობის პრეზუმპცია, კი არა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ხა თუ არ არის თანხმობა იმ ადამიანისგან, ვინც შემთხვევაში თქვათ აწამებენ თუ აუპატიურებენ თუ ასე შემდეგ, ჩვენ არანაირი უფლება არ აქვს ამის გამომჟღავნების და სწორედ ეგ იყო დანაშაული ხელისუფლების რომ ფაილებს ქნიდნენ, შემდეგ ამით აშანტაჟებდნენ ვიღაცებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამის არანაირი უფლება ბუნებრივად ჩვენ არ გვქონდა. ერთი მაყურებელია კიდევ და დავასრულოთ, გამარჯობა. და იმ საქმეებზე გამოძიებები დაწყებულია ასევე. გამარჯობა, გისმენთ. ალო, გამარჯობა ბატონო მერა. დიახ, გისმენთ. ბატონო სოზარ, დიდი პატივისცემით თქვენ და ვიდა, თუ შეიძლება ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი. ყველაფერი ეს, რასაც იური ვაზაგაშვილი აცხადებდა, ქალბატონი ირინა ენუქიძე, იგივე იამეტრეველი, იგივე სოსო რობაკიძე, გვარებს პირდაპირ, მაგრამ აი უნიათობა დავარქვათ თუ დანაშაული პროკურატურის მხრიდან რომ აქამდე არ იყო ეს ყველაფერი გამოძიებული. დიდი მადლობა და ბატონო მერაბ, გუშინ დავსვი ეს კითხვა და არ მიეცი საშუალება და ბატონ სოზას მიეცი საშუალება პასუხი გამცეს. კი ბატონო, ბატონ ზაქაროსაც დაусმობთ. კი ბატონო, ისევ და ისევ გავიმეორებ, როდესაც დანაშაული მოხდა და ამის შემდეგ რამდენიმე წელი
დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლება იყო ხელისუფლების სათავეში და ჰქონდა ყველა საშუალება რომ გააყალბებინა მტკიცებულებები არ არის ასე ადვილი ამ საქმის გამოძიება და მიუხედავად ამისა დაკითხულია ათეულობით მოწმე სხვადასხვა საქმეზე ზოგი შემთხვევაში ასეულობით მოწმე და ეს საქმეები გამოძიებამ ზოგი უკვე წარადგინა ბრალი იგივე გირგულიანის საქმე ვახსენეთ წეღან ზოგზე ეხლა მიდის ფინალურ ეტაპამდე დასკვნა 26 მაისია 7 ნოემბერია ეს ყველაფერი ერთი საქმე და ორი საქმე ხო არ არის ხა რამდენჯერაც 10-20 საქმე რო გაიხსნება ეგრევე 51-ზე ვიტყვით რომ ეს რატო არ არის გამოძიებული ამდენი ხანი და ასე ადვილი არ არის გამოძიება როდესაც საქმეების გაყალბებისთვის ხელისუფლება კონდა ძალიან დიდი კვლევა ჩატარებული ხო სადაც ჩემს კვლევაში ჩანს კაფიოდ რომ მოხდა გაყალბება მაგრამ რა იყო მოტივი რა მოხდა კონკრეტულად ეგ ხო ამას ხო მოწმების ტკის ჩვენებების ჭირდება რომ მოწმებმა თქვან რა მოხდა როგორ მოხდა იგივე თეთრაძის საქმეზე მაგალითად ხო გარდა იმისა რომ იქ არსებობდა გარკვეული მტკიცებულები აიყო მოწმების ჩვენებები რომლის გარეშეც ძნელი იქნებოდა საქმის გახსნა და ზოგიერთ საქმეზე შეიძლება მოწმე უბრალოდ არ გამოჩნდეს ელემენტარულად ხო იგივე რაც ხდებოდა რა ქვია მეში კოჯორში კი არა გირგულიანის კლუბის ადგილზე უკროყანაში ხო 5-6 ადამიანი მონაწილეობდა სულ იქ და ეხლა იმათ შეიძლება არ მისცენ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება იდეაში ეგეც ხო შესაძლებელია თუმცა მე რამდენად ვიცი იქაც ძალიან დიდი წინსვლაა ხო არა რამდენიმე ჩვენება იყო და კაი თორცები გაზეთშიც გამოქვეყნდა მაგრამ საბოლოო ჯამში უკროყანის ეპიზოდი ჯერ დარჩა გამოუძიებელი და ნუ ბევრი საქმე დარჩა ხო ბევრი პრეტენზია არის იმაზეც რომ წამებაში ბრალდებული ადამიანები ჯერ კიდევ კვილაშვილის დროს გაათავისუფლეს რაღაც ან ზოგს 3 წელი და 2 წელი მისცეს და ასე შემდეგ ანუ ბევრი პრეტენზია ამ საქმეებზეც კი გამოითქვა არაერთი პრეტენზია მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებიდან რომლებიც აკრიტიკებდნენ ბილაშვილს იგივე თქვათ იქ ლაპარაკი იყო იმაზე რომ ადამიანმა ითანამშრომლა და გახსნა უამრავი სხვა საქმე და როგორ უნდა მოქცეულიყო ამ შემთხვევაში მთავარი პროკურორი უნდა გაეშვა თუ მინიმალურად მაგრამ მაინც უნდა დაესაჯა ის რომ გარკვეული შეღავათი უნდა ყოფილიყო ამაზე 2000 რა შეიძლება სხვებთან დაკავშირებით მან უკვე სასამართლოს პრობლემა უფრო იყო და ეხლა ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ დაგვეწყო სასამართლოს ისეთივე წმენდა როგორიც გააკეთა სააკაშვილმა ის ამბობდა რომ შევარდნაძის კორუმპირებული მოსამართლეები უნდა გავათავისუფლოთ ჩვენ რო გვეთქვა რომ ყველა სააკაშვილის მონა მოსამართლე უნდა გავყაროთ ბევრი ამასაც ითხოვდა თქვენ კი ითხოვდა მაგრამ პრაქტიკულად ჩათვალე რომ ამ შემთხვევაში ჩვენ არა მარტო წვეტა მოხდებოდა საერთოდ სასამართლო ხელისუფლებაში არამედ მოვექცევდით იზოლაციაში და ხა იზოლაციაში მოქცევა თუ როგორია აი სოფლიოს 1/6-ზე არის გადაჭიმული რუსეთი და სოფლიოს წიაღისეული 40% არის რუსეთის მიწაში ჩამარხული და ამ ქვეყანამ ორ თვეს ვერ გაუძლო პრაქტიკულად ეკონომიკური კოლაფსის პირას არის და რეცესიაში მიდის და ხა შენ წარმოიდგინე რა მოხდება საქართველოში შენ რო არ ითამაშო იმ თამაშის წესებით რომელიც მიღებულია საერთაშორისო ასპარეზზე შეუძლებელია და ამით ვერ წავალთ ბუნებრივია კი ბატონო, დიდი მადლობა. სოზარ სუბარი იყო ჩვენი სტუმარი. დაგულოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმარი იქნება ზაქარია კუცნაშვილი. სტუმარია უმრავლესობის წევრი ზაქარია კუცნაშვილი. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. თქვენ იცით რა თემაზეც მოგიწვიეთ, თქვენ რამდენიმე განცხადება გააკეთეთ დღეს. პირველ რიგში თქვენი ზოგადი შეფასება მაინტერესებს. თქვენი აზრითაც უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი წინამკვლელობას, ეს ორი საქმე არის თორემეთთან დაკავშირებული და შემდეგ რაღაც ინფორმაციებზე საუბრობთ, რომ თქვენ გაქვთ და როდესაც ვისაუბროთ. მოგესალმებით, მე რომ მივესალმებით თქვენს მსმენელს. შეფასება არის ისეთივე როგორც საზოგადოების ბევრმა წარუმატებელმა ბრძანა, ცინიკური მკვლელობა, გამოწვევა საზოგადოებას და ხელისუფლებას. ასე დავარქმევდი მე. ცინიკური მკვლელობა იმის გამო, რომ ეს შემთხვევას მკვლელობისაც სახეს ჯერ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ადგილი არ ქონია, არ ვიცი ახლა შუა საუკუნეებში თუ იყო რაღაც ასეთი საქართველოს ისტორიაში, რომ მამა შვილის საფლავზე დაეკლათ. ხოლო გამოწვევა საზოგადოების და ხელისუფლებისთვის იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლება და საზოგადოება აშკარად აღმოჩნდა უბრალოდ არის აშკარა ნიშნები, რომ სხვადასხვა მხარეს შეიძლება აღმოჩნდეს და ეს გამოწვევა, რომელიც აი ამ ტრაიკულმა მკვლელობამ წარმოშვა ბეჭვისხიძე გავლას ავალებს ერთსაც და მეორესაც.
საზოგადოებას, იმიტომ რომ ის არის რეალური პატრონი ყველაფრის და ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის არის დროებითი მსახური აი ამ საზოგადოების. როგორ გაართმევს არჩეული ხელისუფლება საზოგადოების მსახურებას, მათ შორის ამ საკითხში გაერკვევა, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველად გაუგებარია მერაბის, რაში წავიდა ამდენი დრო, რატომ დაჭირდა წლები ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებას და მაინც და მაინც იურავნა მოეკლათ საკუთარ შვილის საფლავზე. ეს კითხვა თქვენთან აქვს საზოგადოებას. და მე როგორც საზოგადოების დროებით წარმომადგენლის ხელისუფლებაში მე მაქვს შესაბამისი კომპეტენციის მატერიალი ადამიანებთან. პარლამენტის წევრები არ ვართ, არც პროკურორები და არც გამოძიებლები. აქამდე შეგეძლოთ ეს კითხვები დაგესვა. ეს კითხვებიც კი არა, უფრო მეც ვსვამდი მე პირადად. შეიძლება კითხოთ იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს, შეიძლება კითხოთ იური ვაზაგაშვილის მეგობრებს, ვინ იყო, ვინც პირველივე დღიდან ითხოვდა ამ საქმეების გამოძიებას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო ვერ მოხდა? მაგალითად, სოზარ სუბარი ამბობდა, რომ წინა ხელისუფლებას ბევრი დრო ჰქონდა კვალის დასაფარად და ამიტომ შეიძლება რთული იყო გამოძიების ჩატარება. არა. მივხვდით იმისა, რომ სოზარი სწორია, რომ წინა ხელისუფლება შლიდა კვალს. ამ დანაშაულის მიმართებაში იური ვაზაგაშვილს ჰქონდა მთელი რიგი მიმართულებები, ითხოვდა მთელი რიგი პირების დაკითხვას, ითხოვდა მთელი რიგი პირების თანამდებობიდან ჩამოცილებას და ასე შემდეგ. და ამიტომაც მოვითხოვე დღეს მე იურიდიული კომიტეტის სტომაზე და მადლობელი ვარ კომიტეტის სხვა დანარჩენი წევრებს, ვინც ერთწლოვან დამიჭირებს ხარი, რომ ჩავატაროთ იურიდიული კომიტეტის ხდომა, სადაც შესაბამის თანამდებობის პირებს მოვთხოვთ განმარტებას სამ სხვადასხვა საქმეზე. პირველი საქმე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიების საკითხი და აქ გვაქვს ძალიან ლეგიტიმური შეკითხვა ჩვენ მერაბ, თქვა დღეს ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ ბრძანა კიდევაც, რომ აი თქვა გამოძიების საქმეების ჩარევა საჭირო არ არის. პარლამენტის წევრებს გამოძიების საქმეების ჩარევის უფლება არ აქვს, მაგრამ კანონების გამოყენებაზე კონტროლის უფლება გვაქვს. და მე მაინტერესებს პარლამენტის როგორც წევრს, თქვა რატო დაჭირდა 2 წელი და დღემდე გაუხსნელია ეს დანაშაული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას. ხომ არ არის ვინმე, ვინც არის დღეს ძალოვანი უწყებების შიგნით თანამდებობებზე და ამ დროს ეჭვმიტანილები არიან ამ დანაშაულის ჩადენაში. ხომ არ ფარულობს მათ ვიღაცა, ვისაც იური ვაზაგაშვილი ასახელებდა. და ეს ვიღაცა თუ ფარველობს, რითია ის მოტივირებული. ასე რომ შეკითხვები ძალიან ბევრი არის. და შესაბამისად ყველებმა ესმის მანამდეც იყო ვიდრე მოკვლევა მოხდებოდა, თქვენ შეიძლება სვამთ ამ შეკითხვას, მაგრამ პარლამენტი ასე არ აქტიურობდა ამ მიმართულებით. მე არ ვაგებ პასუხს. მე არ ვარ პარლამენტის თავმჯდომარე, არც უმრავლესობის ლიდერი. მე არ ვაგებ პასუხს პარლამენტს. აქედან მე ვაგებ ჩემ თავზე და ჩემ საავადმყოფოზე პასუხს. ხართ გუნდის წევრი. ბოდის ვიხდი. გუნდი არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთში აურიოთ პარლამენტის წევრის, პროკურორის, გამომძიებლის და მოსამართლის კომპეტენცია. ყველას გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობის უბანი. და მე პასუხს ავთხოვ იმ პირებს, ვინც თანამდებობები უკავიათ, აქვს კომპეტენცია, ანუ პასუხისმგებლობა და შედეგებს ვერ აყენებენ. მე ეს მაინტერესებს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს შეკითხვები არ უნდა დაისვას. და თქვათ, უნდა დაველოდოთ კიდევ რაღაცას, მაშინ დაასაბუთო საზოგადოების წინაშე. რატომ უნდა დაველოდოთ იმას, თქვათ, იმ შეკითხვებზე პასუხს, რომელიც იური ვაზაგაშვილის სიცოცხლეში ჰქონდა. რატომ არ შეიძლება გავარკვიოთ ის მოტივები, რატო აფარებდნენ და ინარჩუნებდნენ მაღალ თანამდებობაზე იმ პირებს, ვის განთავისუფლებას იური ვაზაგაშვილი ითხოვდა. დაჭერას ხო არ ითხოვდა, თანამდებობიდან განთავისუფლებას, უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა. და ის თავარი მოწმე, რომელიც როგორც იქნა დაიკითხა, რატომ არ დაიკითხა უფრო ადრე? ცნობილი იყო უფრო ადრე ამის შესახებ. და ვინ არის თქვენ თქვით რომ ვიცით ვინ არის ეს მოწმე და რა ჩვენებას აძლევს ის შეგძლიათ ისაუბროთ ამ შესახებ. მე შეგნებულად არ ვსაუბრობ იმაზე თუ ვინ არის ეს პიროვნება, სად იმყოფება ეს პიროვნება და რა ჩვენება მისცა. რატომ? იმის გამო, რომ ვაცნობიერებ, რომ მკვლელებს ხელში უჭირავთ ინსტრუმენტი, რომ სიცოცხლეს გამოასალმონ როგორც სიმართლის დადგენაზე მომთხოვნი პირი, ასევე სიმართლის დადგენაში დამხმარე პირი. ამიტომაც მათ შორის ამ მოწმის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის. მაგრამ მკვლელებმა რომ იცოდნენ, რომ იური ვაზაგაშვილის მოკლით შეიძლება მომთხოვნი პირი აღარ იყოს, ან კიდევ თავარი მოწმის თაობაზე ინფორმაციის მატარებელი პირი აღარ იყოს, იმიტომ რომ ჟურნალისტმა ტოკლიკიშვილმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომ აპირებდა ჩემთან მოსვლას, მაგრამ ვერ მოასწრო, ამიტომ ჩემთვის უცნობია ვინ არის ეს მოწმე. მე ვაცხადებ, რომ მე ვიცი ვინ არის ეს მოწმე. როგორც ამბობს პროკურატურა. მე ვიცი, სად იმყოფება ეს მოწმე და ამის თაობაზე ჩემთვის პირადად იური ვაზაგაშვილისგან გახდა ცნობილი, როცა 18 იანვარს ის იმყოფებოდა ჩემ ოჯახში, BBS სამოქალაქო პანაშვიდზე, ის მობრძანდა, ჩვენ ცალკე გავედით, კუთხეში ვსაუბრობდით და ის პირადად მომიყვა ყველაფერი ამის თაობაზე. ასე რომ მკვლელებს მინდა გადავცი აქედან, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. მოკალით იური ვაზაგაშვილი, მისი მეგობრები დავრჩით. ზოგი ხელისუფლებაში ვართ, ზოგი საზოგადოებრივ სექტორშია, ზოგი
ჩვეულებრივი მოქალაქე და არანაირი სოციალური დატვირთვა არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ დავრჩით. ან ყველამ დახოცონ ვერაბ, ან ეს საქმე უნდა მიდიდეს. სწორედ ამაზე არის საუბარი იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ამ საქმის გახსნას ვერ შეაჩერებს. მაშინ რა მოტივი ამოძრავებდა თქვენი აზრით? აქ ვარაუდის დონეზე შეიძლება მე რა ვილაპარაკო და ვარაუდის დონეზე შეიძლება ვილაპარაკო და მე დავასახელე დღეს ორი სავარაუდო მიზანი. ერთი მიზანი მდგომარეობდა იმაში, შეიძლება მდგომარეობდეს იმაში, რომ მკვლელებს ამ მკვლელობების შეიძლება მკვლელობები სხვა იყოს და შემკვეთი კიდევ სხვა, ხო? არ ვიცი, აქ ორგანიზებული ჯგუფთან ქონდა საქმე თუ ინდივიდუალურად მოქმედებდა ვიღაც, თუმცა ყველა ნიშანია რომ ორგანიზებული ჯგუფთან ქონდა საქმე, იმიტომ რომ ასეთი დონის დანაშაული და ასეთი შესრულების დონით ერთი ადამიანი ვერ განახორციელდა ჩვენ სამშობლოში, თან ასეთი ცინიკური ფორმით, ამასაც ნიჭი ჭირდება, ბოროტი ნიჭი ჭირდება ამას და არა კეთილი ნიჭი. შესაბამისად, ან ერთი მიზანი ამოძრავდეთ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობით, აფეთქებით სხვა დანაშაული, ან ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობა დაეფარათ, ან მეორე მიზანი ამოძრავდეთ. ეს ვერ მოხდება ხო ამ. ან მეორე მიზანი ამოძრავდეთ. რატომ თქვათ, რატომ ვერ მოხდება ამით დაანახეს თავარ მოწმეს, რომ თუ დანაშაულის სიმართლის დადგენაზე მომთხოვნი პირი მოსპეს, ასევე შეუდეთ მოსპონ თავარი მოწმეც. ეს გზავნილი იყო თავარი მოწმისთვის, რომ თქვა თუ ჭკვიანთ არ მოიქცევი, რაც თავარ პირს, დაზარალებულ პირს იური ვაზაგაშვილი ითვლებოდა ამ საქმეში როგორც დაზარებული პირი, ხო? თავარ პირს, თავარ სიმართლის დამდგენ პირს დაემართა, იგივე დაგემართება შენ მოწმესაც. ეს რატომ არ შეიძლება ეს ვერსია დაუშვათ, ხო? და მეორე მიზანი, რაც ასევე შეიძლება ვარაუდის დონეზე დაუშვათ, ეს გახლავთ საზოგადოების მოსახლეობის დაშინება ან პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია. ეს არის მიზანი, რაც განასხვავებს განზრახ მკვლელობას ტერორისტული აქტისაგან. ანუ ერთ შემთხვევაში ფორმით ტერორისტული აქტის მკვლელობაა, როგორც თქვათ, განზრახ მკვლელობას მკვლელობა, მაგრამ განზრახ მკვლელობის მიზანი თუ შეიძლება იყოს დანაშაულის დაფარვა, შურის ძიება, ანგარება და ასე შემდეგ, ტერორიზმის მიზანია მოსახლეობის დაშინება, პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია. ამიტომაც რომელ მიზანთან ქონდა საქმე? თუ ორივე მიზანთან ქონდა საქმე და ეს თქვათ, ორივე შემადგენლობით მოხდა დანაშაული, ეს გამოძიების კომპეტენციაში შედის და მათ უნდა გაცენ ამ შეკითხვაზე პასუხი. კი ბატონო, ან შეიძლება გადაკვალიფიცირდეს საქმე. შეიძლება გადაკვალიფიცირდეს. ამ ნაწილში მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ სწორად დაიწყო გამოძიება, იმიტომ რომ რახან ჯერ მას დაკავებული არ აყავს ეჭვმიტანილი პირები და შესაბამისად მისთვის ცნობილი არ არის რომელი მიზნით მოქმედებდნენ, ვიმეორებ დანაშაულის დაფარვის მიზნით თუ მოსახლეობის დაშინების მიზნით, ამიტომაც სწორი იყო, როცა დააკვალიფიცირეს ამ უხლით, მაგრამ გამოძიების კვალობაზე თავისუფლად შეიძლება გადაკვალიფიცირდეს თუ გამოიკვეთა მეორე ნიშანი. ფორმით აფეთქება იდაპირ შეეცამა იმავე ტერორისტულ აქტს ფორმით, მაგრამ ვიმეორებ სამართალს უყვარს კონკრეტიზაცია და არა სადღეგრძელოების დონეზე საუბარი, ამიტომ კონკრეტიზაციის დონეზე მნიშვნელოვანი გარკვევის მიზანი იყო დანაშაულის დაფარვა, როგორც ასეთი თუ მოსახლეობის დაშინება და პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია. ბატონო, ხშირად თქვენ ახსენეთ, რომ აი მოსახლეობა გთხოვთ ჩვენ პასუხს. მოსახლეობისგან ბოლო დროს ხშირად ისმის ასეთ შეფასებები სხვა ადამიანებისგან, აქტიური წევრებისგან, რომ აი ეს არის უნიათო მთავრობა, გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ აი ვერაფერს ვერ აკონტროლებენ, ვერავის ვერ იჭერენ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცები ციხეში შედან მართლაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. თქვენ რასაც ეთყობთ ამ ადამიანებს, ვისაც ასეთ შეგრძნება უჩნდება, ზოგს დაუცველობის გაჩნდა, განცდა გაუჩნდა და ასე შემდეგ. სამართლიანობის დადგენის, სამართლიანობის დამკვიდრების კუთხით საზოგადოებაში მართლაც არსებობს კრიტიკული განწყობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდით, როცა თქვათ ჩვენ წინა კვირას გვეთხოვა პარტიისგან, რომ მოგვეხდინა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტის შემოვლა და 4-5 თვის წინ არჩეული ხალხის წარმომადგენლების საკრებულოს წევრების ხელმძღვანელ პირებთან გასაუბრება შეხვედრა, რომ საზოგადოებრივი განწყობების თაობაზე ინფორმაცია მოგვეპოვებია. მე 4 რაიონში ვიყავი და მინდა გითხრათ მე რა, რომ 4-ვე რაიონში ერთ-ერთი მთავარი სამდურავი და დამხვდა ეს იყო, ისაც თქვენ ვწარნებთ. რომ მოსახლეობაში არის უკმაყოფილების განცდა სამართლიანობის დადგენის, სამართლიანობის დამკვიდრების საქმეში. სამართლიანობის დადგენა და სამართლიანობის დამკვიდრება მრავალპლანიანია, მრავალკომპონენტიანია და ეხლა ვერ მეტყვის, მაგიტომაც იყო დღეს ჩემი მოთხოვნა პრინციპული, რომ ეს ქონების დაბრუნების საქმე ხომ არ არის, რაც იური ვაზაგაშვილი თხოვდა. რამე ქონები რო დავაზე ხო არ იყო. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ რასაც ჩემს შულს აბრალებდნენ, სწორად აბრალებდნენ და ვინც ჩაიდინა კანონი დაიცვა, კანონის მოთხოვნები შეასრულა თუ კანონი დაარღვია. აი ამას ეთხოვდა იური ვაზაგაშვილი, მეც რას ეთხოვდა ეს. და არაფერს არ ეთხოვდა.
ამაში სანაცვლოდ არაფერს არ ეთხოვდა, ეს არც თანამდებობას ეთხოვდა, არც ფულს, პირიქით. მე მინდა გითხრათ, რომ პირველივე დღეს, როცა ბატონი ბიძინა გამოვიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე, ის დადგა ჩვენ გვერდით და თავის მეგობრებთან, შალვა მექვაბიშვილთან და სხვა ბრწყინვალე პიროვნებებთან ერთად მათ რამოდენიმე დღეში შეაგროვეს 300 ხელმოწერა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინ მახსოვს პარალელურად პოლიტიკურ პარტიებს თხოვეთ ხელმოწერების შეგროვება და რაც ყველა პოლიტიკურ პარტიამ მოიტანა ხელმოწერები, იმაზე მეტი მოიტანა იური ვაზაგაშვილმა, შალვა მექვაბიშვილმა და სხვა ადამიანებმა, ვინც ამ პროცესს ედგა სათავეში. ასე რომ ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე იბრძოდა სიმართლის დადგენისთვის, ამიტომაც ჩემი აზრით არავის არ ეპატიება არ წინა ხელისუფლებიდან. თუ ასე ვინმე აღმოჩნდება გამოძიების შედეგად. არ ჩვენი ხელისუფლება ვინ ამ დავნაშავებს ხელს აფარებს, ვინმე შეიძლება რამე ეპატოს. ეს არის ჩემი პოზიცია და ჩემს პოზიციას მარტო მე არ ვიზიარო, ძალიან ბევრია პარლამენტში ისეთი დეპუტატები, ვინც იზიარებენ ჩემს პოზიციას. კი ბატონო, ორი მაყურებელია მოусმინოთ. მათ გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ. თუ ესმის მაყურებელს? ალო? დიახ, გისმენთ. გამარჯობათ, საღამოშიდობისა. ბატონ ზაქარია, მე თქვენთან მაქვს ასეთი შეკითხვა, როგორც იურისტთან, კანონმდებელთან. მე მგონი კი არა და დარწმუნებული ვარ, სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი დანაშაულთან თანამშრომლობისთვის ისჯება ის ადამიანი. არის სწორი თუ არა დანაშაულის და დანაშაულის დამბარავთან? რა თქმა უნდა, დანაშაულის დაფარვა ასევე წარმოადგენს დანაშაულის სახეობას. კრიმინალური ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის წარმოადგენლებთანაც თქვენ თანამშრომლობთ. აქედან გამომდინარე, რა გამოდის? თქვენ არ მიეცით შეფასება პოლიტიკურ სამართლებრივი ამ ორგანიზაციას. რატომ? ან ვის გულისხმობთ ნაციონალურ მოძრაობას, ხო როგორც ვთქვით? კი ბატონო, არის მოდა ეთერში. ანუ ეს არის ცნობილი მოთხოვნა, რომელსაც ვამე რომ ნაციონალური მოძრაობა გამოცხადეს დამნაშავე პოლიტიკურ ორგანიზაციად. ეს პოპულარული მოთხოვნა სხვათა შორის მოსახლეობის ჯგუფებში. მინდა გითხრათ, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით ტერორისტულ ორგანიზაციად ცხადდება მხოლოდ ის ორგანიზაცია, რომელიც ომის, ძალადობის, შუღლის გაღვივებას აწარმოებს. ანუ სამართლებრივად მაშინ დასაბუთდეს, რომ ეს ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობა აი ამ შულს აღვივებს. მაგრამ მე სხვანაირად დავსვამდი საკითხს. ნაციონალური მოძრაობის როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის პოლიტიკური დასამარება გამოიხატება გამოწვევების წარმატებულ დაძლევაში. აი ამ გამოუძიებელი საქმეების გამოძიებაში და არა პირდაპირ ვიღაცის გასამართლება გამოსამართლებაში. თუ ქართული ოცნების ხელისუფლება, ანუ ჩვენ ვიქნებით ეფექტური თავარი გამოწვევების წინაშე, მათ შორის ერთ-ერთი პირველ რიგში სამართლიანობის დამკვიდრების საქმეში, სხვანაირად საქართველოს სამოქალაქო მშვიდობა თანხმობა ვერ დაისადგურებს. ამიტომაც უწოდებ ამ აზარ მკვლელობას გამოწვევა ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას. ეს არის გამოწვევა მუქარა გამოწვევა ქართული საზოგადოებისთვის, როგორც ბატონ პატრონისთვის და მისი დროებითი მსახურისთვის ჩვენი ხელისუფლების სახით. კი ბატონო, მაყურებლებია ისო ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. იყო როგორც მე მახსოვს, კარგი თუ აღარ არის, კი ბატონო. თქვენი დრო იწურება მარტივად რო შევაჯამოთ, პროკურატურამ თქვა, რომ რამდენ გასულია ფინალში ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე. თქვენ სიტყვით ამ გამოძიებას, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაქვთ იმედი, რომ აი ეს მეორე საქმეც შეიძლება გამოიძიონ, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ბატონი იგორის უფლებას, იმიტომ რომ საკმაოდ რთული საქმე არის, მართლაც ასეთ საქმეები ხშირად რჩება ხოლმე გამოუძიებელი, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ტერორისტული აქტები ხდება სამწუხაროდ, მძიმე დანაშაულებები ხდება სამწუხაროდ, მაგრამ იური ვაზაგაშვილის ყოლობა არ გადის ასე თქვათ, იმ საერთო ჩამონათვაში, რასაც კრებსის სახით შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს ხოლმე ყოველ დილას თუ ყოველ საღამოს. იური ვაზაგაშვილის საქმე ეს არის სამართლიანობის დამკვიდრების სიმართლის დადგენისთვის მებრძოლი ადამიანის აფეთქება. თან ჩვენ დროს და ეს ჩვენ ორმაგ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ მდგომარეობა მე იმაში კი არ უნდა გამოიხატებოდა დისტანცირება მოახდინოთ პროცესისაგან და უთხრათ რომ აი გამოძიება ყველაფერს დაადგას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ წლის განმავლობაში გამოძიება ვერ დაადგინა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაში, რომ კვლელმა უკვე პროცესის შესაჩერებლად თავარი მომთხოვნი პირი ააფეთქა. ესე გამოდივართ მე. პირდაპირ წესით კი ირიბად ასე გამოდივართ.
ესეთი უნდა უდგებოდეს ნებისმიერ პატიოსანი ხელისუფლება დამოკიდებს, რომ ჩვენ დროს მოხდა, ჩვენ დროს ააფეთქეს იური ვაზაგაშვილი. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ირიბად ვერ ავიცლებთ. მაგრამ თუ აღმოჩნდა მერაბ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მკვლელები არიან ძალოვან უწყებებში, მაშინ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგას. და არა მარტო თანამდებობის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომაც დღეს საკითხი ასე არ დგას, რომ გამოვიძიოთ მარტო ზურა ვაზაგაშვილის და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეები. არა, მე დღეს სამ საკითხს ვსვამ. გამოვიძიოთ იური ვაზაგაშვილის, გამოვიძიოთ ზურა ვაზაგაშვილის და გამოვიძიოთ მათ შორის იმ ხალხის საქმე, ვინც თუ აღმოჩნდება, რომ ეს მკვლელები არიან სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ აფარებდა ხელს. აი ამ სამ საკითხს ავსვამ მე, იმიტომ რომ ერთის და მეორეს გამოძიება გაგვიყვანს ვიღაც პირთა წრეზე, მაგრამ თუ არსებობენ ის თანამდებობის პირები, ვისაც იური ვაზაგაშვილი ხელს ადებდა და არსებობენ ის პირები, რომელსაც ვიღაცა ხელს აფარებდა, მაშინ მითხარით, როგორ შეიძლება მე როგორც ხალხის დროებით წარმომადგენლები ვიყო მორალურად გამართული მათ წინაშე, როცა დანაშაულს ებრძვიან დამნაშავეები. როგორ შეიძლება ამ სისტემაში ავაშენოთ წარმატებული ქვეყანა? კი ბატონო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა. ზაქარია ქუცნაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. გადაცემა რეზუმეოდ დასრულებულია. 20-30 წუთზე დაიწყება გადაცემა მოკლედ ჩართვა. ჩვენ ვისაუბრებთ ახალი კანონპროექტის შესახებ. შუღლის გაღვივება შეიძლება მოწოდება გახდეს დაჟადი. გვაინტერესებს რას ფიქრობთ ამ თემაზე. დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები დროებით.